მოდი უკვე საქმეზე გადავიდეთ და შევხედოთ მე-20 საუკუნის 40-იან წლების ევროპას. უпростоრად 1939 წლის პირველ სექტემბრამდე მოვლენებს. ევროპა ნელ-ნელა გამოდის პირველი მსოფლიო ომის მერე კრიზისიდან. ამ ყველაფერს თან მიემატა დიდი დეპრესია, ერთ-ერთი მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკური კრიზისი და ასე თუ ისე იწყებს ნორმალურ ცხოვრებას. მაგრამ გერმანიაში მოდის ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი ავსტრიელი მხატვარი, რომელიც ცდილობს გერმანიის გაძლიერებას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ საფრანგეთს და ბრიტანეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდათ, რომ პირველი მსოფლიო ომის ნაირი ომი განმეორდეს. ამას იყენებს ჰიტლერი და ნელ-ნელა ყველა იმ შეზღუდვებს, რომელიც გერმანიას დაუწესეს პირველი მსოფლიო ომის მერე, მაგალითად დემილიტარიზაცია, ჰიტლერი აიგნორებს და იწყებს ჯარის განვითარებას. მთელი ევროპა ამას აიგნორებს, რომ არ დაიწყოს კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი ომი. ვინ იცის, იქნებ ევროპას ეგრევე რომ დაესვა ჰიტლერი თავის ადგილას, მეორე მსოფლიო ომი არასოდეს არ დაიწყება.